საუბრებთ ჩამოყალიბდა ახალი ორგანიზაცია სახელწოდებით ForSport, ანუ სპორტისათვის, რომელიც საქართველოში სხვადასხვა სპორტულ ფედერაციებს სპორტული ღონისძიების მაღალ დონეზე დაგეგვაში და მოწყობაში დაეხმარება. დღეს ჩვენი გადაცემის სტუმარი გახლავთ ForSport-ის დამფუძნებელი გიორგი ხაჩიძე. ძალიან დიდი მადლობა სტუდიაში მობრძანებისთვის და ძალიან საინტერესო სიახლე შემოგთავაზეთ. ნამდვილად პირველად არის საქართველოს ისტორიაში თუ არ ვცდები ასეთი ორგანიზაცია შექმნილი. ტელემაყურებელს უფრო კარგად შეექმნა შტაბ-ეშტილება თუ რაზე ვსაუბრობთ, ნახოთ ჩვენს მიერ მომზადებული სიუჟეტი. ForSport, ანუ სპორტისათვის, ასეთია ახალი ორგანიზაციის დასახელება, რომელიც საქართველოში სხვადასხვა სპორტულ ფედერაციებს სპორტული ღონისძიებების მაღალ დონეზე მოწყობაში დაეხმარება. ორგანიზაციის პირველი ნათლობა 21-23 მარტს გაიმართება, როდესაც თბილისი ძიუდოს გრან-პრის საკმაოდ მასშტაბურ ღონისძიებას უმასპინძლებს. ForSport უკვე გახდა ძიუდოს ფედერაციისა და თავად ამ გრან-პრის პარტნიორი. ჩვენ დავიწყეთ მუშაობა იმ მიმართულებით, რომ ჩვენს ქვეყანაში ჩატარდეს საერთაშორისო მაღალი დონის ტურნირები, ამისთვის ჩვენ გვჭირდება გამოცდილი ორგანიზაციები, მენეჯერები, რომლებიც ამ ტურნირების ორგანიზებაში დაგვეხმარებიან. ძალიან კაია, რომ ესეთი კომპანიები, მარკეტინგული კომპანიების დაფუძნება დაიწყო საქართველოში, მაგალითად ForSport, რომელიც ახლა ხანს დაფუძნდა, რომელიც უშუალოდ გვეხმარება ჩვენ ძიუდოს გრან-პრის ორგანიზებაში. უკანასკნელ პერიოდში ჩვენმა ქვეყანამ არაერთი მასშტაბური სპორტული ღონისძიების ჩატარების უფლება მოიპოვა. ძლეოსნობის ევროპის გუნდური პირველობა, ახალგაზრდული მსოფლიო ჩემპიონატი ხელბურთში, UEFA სუპერთასის მატჩი, საჭადრაკო გრან-პრი და რა თქმა უნდა ყველაზე მასშტაბური ახალგაზრდული ევროპული ოლიმპიური ფესტივალი. ამ ყველაფერს კი სათანადო მასპინძლობა და ორგანიზება ჭირდება. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეგეთი ჯგუფი შეიკრიბა ენთუზიასტების, რომლებიც ნამდვილად პროფესიონალები არიან ამ საკითხში. მოგეხსენებათ, სულ უფრო მეტი და მეტი საერთაშორისო ღონისძიებები ტარდება სპორტში საქართველოში. ამას ყველაფერს ჭირდება შესაბამისი მომზადება, შესაბამისი ორგანიზება, სულაც არ გახავთ ეს მარტივი საკითხი. და რა თქმა უნდა, სასიხარულოა, რომ ეგეთი კომპანია იქნება, რომელიც ამას გაუძღვება და იქნება აღჭურვილი პროფესიონალური ცოდნით. ის რომ მსგავსი საორგანიზაციო და ლოჯისტიკური კომპანია შეიქმნა, რომელიც ფედერაციებთან მჭიდრო კონტაქტის შემდეგ ღონისძიებების სრულ დაგეგმარებას მოახდენს, დაგვიანებულათაც მიაჩნიათ ოლიმპიურ კომიტეტში, სადაც თვლიან, რომ სპორტული ღონისძიებების მაღალ დონეზე ჩატარება ქვეყნის ნდობის ამაღლების გარდა მისი პრესტიჟის საკითხიცაა. მე დავითვალე დაახლოებით უახლოეს ოლიმპიურ ციკლში 14-16 წელი 15-18 დიდი მაღალი რანგის ევროპული და მსოფლიო რანგის შეჯიბრებას უმასპინძლებს ჩვენ ქვეყანა. ბუნებრივია ის ფაქტი, რომ შეიქმნა იქნება ასეთი სტრუქტურა, რომელსაც ხელეწება და უზრუნველყოს ჩაატაროს ასეთი რანგის შეჯიბრებები მაღალ დონეზე, მე მივესალმებ ამ ფაქტსაც. მე მგონი დაგვიანებულიც კი არის, თავად ის ფაქტი, რომ ფედერაციები დაინტერესდება, მათაც მოაგდებათ ბევრი სამუშაო ჩამოშორდება და მიაქცევენ ყურადღებას თავიანთ მთავარ საქმეს. კომპანიამ უკვე დაიწყო საკუთარი პროექტების წარდგენა სხვადასხვა ფედერაციებისთვის, რომელიც ყველა სპორტის სახეობისთვის ინდივიდუალურად იქნება შედგენილი. კომპანიის სლოგანი კი ასე ჟღერს: ცოდნა, გამოცდილება და კავშირები. ესეთი სიტუაცია შეიქმნა ახალი ორგანიზაცია, კიდევ ერთხელ შეგახსენებთ ForSport და უკვე თავისი პირველი დებიუტი, ასე ვთქვათ, ამ ორგანიზაციის შედგება 21-23 მარტს, როდესაც თბილისში ძიუდოს გრან-პრი გაიმართება, ძალიან საპასუხისმგებლო ღონისძიება და ამაშიც ხართ გიორგი ჩართული. მოდი ჯერ დავიწყოთ იმით, საიდან წამოვიდა ეს იდეა და რა მოსამზადებელი სამუშაოები უძღოდა. ასე ვთქვათ, პირველ რიგში იდეა თვითონ საიდან წამოვიდა. ტარდებოდა ხოლმე ღონისძიებები ასე თუ ისე, მაგრამ როგორც ჩანს, რაღაც უფრო მაღალ დონეზე არის ლაპარაკი. სანამ უშუალოდ საქმეზე გადავალთ, ერთი შეიძლება სადღეგრძელოსავით გამომივიდეს, მაგრამ კარგ სადღეგრძელოებს რა ჯობია, მინდა დიდი მადლობა გადაგიხადოთ შენ გუნდს, მთლიანად თქვენ ტელევიზიას, ყოველთვის ადეკვატურად აფასებთ სპორტულ მოვლენებს და საერთოდ და აქცენტებს სწორედ აკეთებ და მე ყოველთვის იმედი მაქვს, რომ კარგ რაღაცას აქვს ადგილი, კარგი რაღაც იწყება თქვენი, ასე ვთქვათ, იმედი და დასაყრდენი ხართ ყველა სპორტული და არა მარტო ამბების და მადლობთ თქვენ. კომპლიმენტისთვის, ადგილზელოსთვის. და ეხლა გადავიდეთ მართლა საქმეზე. იმიტომ რომ ძალიან მნიშვნელოვანია მაღალ დონეზე ამა თუ იმ ღონისძიების ჩატარება. ანუ აქ ბევრი დეტალია.
ხო, რა თქმა უნდა, თავისთავად, ბოლო პრინციპში მე და ჩემი მეგობრები, ვინც ეს ასე ვთქვათ, გადაუწყვეტეთ რომ დაგვეფუძნებინ, არაფერი ახალი ჩვენ არ მოგვიგონებია, ეს არის რაც წლების მანძილზე საზღვარგარეთ ევროპულ ქვეყნებში, პრინციპში ამერიკიდან წამოვიდა, თუმცა დამკვიდრდა ევროპაში და ეს არის ყველა გამართული ფედერაცია, ყველა გამართული სპორტული ორგანიზაცია ყოველთვის ეყრდნობა ანალოგიურ სპორტის მენეჯმენტ კომპანიებს. ჩვენ ნახეთ ეს, შევიძინეთ ცოდნა, ვისწავლეთ, მოვიარეთ ყველაფერი, მივიღეთ გამოცდილება და ვფიქრობ, რომ ზუსტი დრო შევარჩიეთ, ასე ვთქვათ, ბაზარზე გამოსვლის, თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ბევრი რამე ხდება, კი. ხო, მოყოლებული უკვე წელს და მომავალ წელს და ბოლოს თბილისი 2015-ით დაგვირგვინებული და შემდეგ კიდევ ვთქვათ, ხელბურთი კიდევ უფრო მერეა, ძალიან ბევრი საინტერესო საერთაშორისო პროექტია. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ჩვენი ადგილი არის ახლა და ჩვენ შეგვიძლია ყველაფერს იქნება მცირე თუ დიდი ღონისძიება, რომ გავმართოთ, დაულაგოთ. მოდი კონკრეტულად გითხრათ, რა იგულისხმება, თქვათ, აი საიდან იწყებთ, თქვათ, რომელიღაც ფედერაციასთან საუბარს. ამჯერად ვიცი, რომ თქვენ ძიუდოს ფედერაციასთან გაქვთ პირველი ნაბიჯები, ასე ვთქვათ, ძიუდოს ფედერაციისკენ გადადარჩეთ. და ეს არის ძალიან დიდი პატივი და პასუხისმგებლობა ჩვენთვის, სულ რაღაც 10 დღე დარჩა 21-ია ესეთი რანგის ძიუდოს ტურნირი მიუხედავად იმისა, რომ სულ ტარდებოდა და საკმაოდ მაღალი რანგის აი რა იქნება ხო უკეთესი? მოდი ესე კონკრეტულად გითხრათ. უკეთესი იმიტომ არა რომ ჩვენ ჩავერთეთ, მაგრამ თუნდაც იმიტომ რატო ეხა მაგრამ მე ვთვლი რომ ჩვენ პატარა წვლილს შევიტანთ ამ ამბავში რომ ეს იყოს უფრო მაღალ დონეზე. საკმაოდ მკაცრი რეგულაციებია თვითონ ამ ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციებიდან. ფედერაციის უშუალო, ასე ვთქვათ, დანიშნულება ამ შემთხვევაში არის ის, რომ სპორტული თვალსაზრისით იყოს ძალიან მაღალ დონეზე და კარგად და შესაბამისად შედეგებიც. ამიტომ ფედერაცია ზუ გაუადვილდება ეხაც და მომავალში ესთან სამწლიანი პროექტია და ზოგადადაც რომ ჩვენნაირი კომპანიები, იგივე ტრანსპორტის თვალსაზრისით, იგივე ზოგადად გვერდზე სპორტული ნებისმიერი ამების იქნება კვება, ის იქნება ტექნიკური უზრუნველყოფა, სხვადასხვა ბრენდინგი და ასე შემდეგ, რომ რაღაცის დელეგირება მოახდინოს ჩვენზე თუ ნებისმიერ სხვა ანალოგიურ კომპანიაზე. თვითონ საშუალება მიეცემა ფოკუსირება მოახდინოს უშუალოდ სპორტულ ივენტზე და ამაზე იყოს ორიენტირებული. ეხლა მეინტერესებს თქვენი ჩართულობა, თქვა უშუალოდ დარბაზში გრან-პრის დროს. თქვენი წარმომადგენლები არიან იქ? ამდენი ხართ თუ არა? რა თქმა უნდა, მე არ დავკონკრეტებდი უშუალოდ ეხა ჩვენ რას ვაკეთებთ, მაგრამ რაღაც ტექნიკურ საკითხებში ვართ ჩართულები. ის პოზიციები, რომელსაც ჩვენ ავიღებთ და რაზეც ხელშეკრულება გვექნება და პასუხისმგებლები ჩვენ ვიქნებით, რა თქმა უნდა, ჩვენ ქვეშ იქნება თავიდან ბოლომდე ჩვენი კონტროლის ქვეშ. თუმცა ანგარიში ვალდებულები ვარ და თითოეულ ნაბიჯს, თითოეულ დეტალს, თქვათ, რა უნდა იყოს ისე, რა უნდა იყოს ასე. მაგალითად, სპორტის სასახლის შეფუთვა, ხო, უნდა იყოს მთლიანად ამ გრან-პრის შესაბამისად კორპორატიული ფერები, ძალიან კარგი და ახალი ლოგო სპეციალურად ამ ალბათ გექნებათ მე ძიუდოზე უშუალოდ საუბარი და ყველაფერი წარგიდგენ და მე არ მინდა რაღაცას წინ გაუსწრებ პრესკონფერენციაზე ჩანდა და ეს ყველაფერი საერთაშორისო სტანდარტებით უნდა იყოს ძალიან ისევ და ისევ მკაცრად ითხოვენ და ის ნაწილი რომელიც ჩვენია რა თქმა უნდა თითოეული დეტალი იქნება ძალიან სკრუპულოზურად ასე ვთქვათ გათვლილი ანგარიში ჩაბარებული და ასე შემდეგ და ნუ მე ბუნებრივია ამის მიხედვით ფედერაცია იქნება ძიუდოსი თუ სამინისტრო ნებისმიერი სხვა ეწოდინება რომ ჩვენ ეხლა რა მინდა კითხოთ პირველი ნაბიჯები რა თქმა უნდა არის საპასუხისმგებლო და სარისკოც. თავისთავად. გასაგებია საერთაშორისო ტურნირები, რომლებიც შედარებით იოლად მარტივად გასაკეთებელია მაინც. აი შიდა ჩემპიონატებში თუ გაქვთ რესურსი რომ ჩაერთოთ, თქვათ, ეროვნული ჩემპიონატი, თქვათ, ნუ რაღაც რომელიღაც სახეობაში, რომ აი ესეც აიღოთ. ამის კი ბატონო, მე ვფიქრობ, რომ ამის სატყოფნა ჩვენთან არის, იგივე გამოცდილება სხვა ასე ვთქვათ, ეს ჩვენ არ მოვსულვართ ქუჩიდან. ყველა მეც და ჩემი მეგობრებიც წლების განმავლობაში სპორტში ვართ, ზოგი იქ მუშაობდა, ზოგი აქ და ასე ვთქვათ, დაუღვინდით იმისთვის, რომ ჩვენ იგივე ეროვნული ჩემპიონატი ხო, ეროვნული ჩემპიონატი ხო შესაბუთად საჭიროა რა, რომ შეიფუთოს კარგად, იმიტომ რომ ვიზუალი ბევრ რამეს განაპირობებს. ხალხის მისვლას თუნდაც ამათო ჩემპიონატზე და ასე ზუსტად ეგ არის ერთ-ერთი და მე იმედი მაქვს, რომ მომავალში ეს ასე ვთქვათ ეს გზავნილი სწორად მივა თითოეულ ფედერაციამდე შეფუთვა დაწყებული სახით რა სპორტული ბრენდინგი ეს არის
აუცილებელი და ეს არის საწყისი ყველაფრის. განსაკუთრებით მაინც სათამაშო სახეობებისთვის, მე ვიტყვი რომ კლუბებისთვის და ასე შემდეგ და იგივე სპონსორის მოსაზიდად და ზოგადად ისევ და ისევ არაფერ ახალს არ შვებით ჩვენ უბრალოდ რაც არსებობს აკონსულტაციო მენეჯმენტ კომპანიები ჩვენ ამას წინ სართავს უკეთებ სპორტს და ეს არის სწორი დროა ძალიან მახარებს რომ ეს ესეც უნდა იყოს სპორტის სამინისტროს ადეკვატური დამოკიდებულება და ძალიან მიადვილდება ურთიერთობა ბატონმა ლევანმაც ისაუბრა იგივე ოლიმპიური კომიტეტი ეს არის ის ხალხი ვისთანაც ჩვენ დღეიდან მოყოლებული და მე იმედი მაქვს ბევრი წელი ურთიერთობა გვექნება და ძალიან აზრიანად გაგებით და ესე პროდუქტიულად თანამშრომლობთ. კარგი, გიორგი, მე მინდა